მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს უნდა ვისაუბრო არც მეტი, არც ნაკლები პრაიმ ჰაუსზე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ყოფილვარ ამ გადაცემის ერთგული და აქტიური მაყურებელი. დღეს მინდა კონკრეტული მხარდაჭერა და დამოკიდებულებები გაგიზიაროთ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა მიმართაც გამაჩნია რაღაც გარკვეული დამოკიდებულებები. პირველ რიგში დავიწყებ ზოგადი მიმოხილვიდან თითოეული მონაწილის, ვინ არის დარჩენილი პროექტში, არის დარჩენილი ლორენცო, ფსიქოლოგი. თუმცა როგორც ფსიქოლოგს ლორენცოს ასე ვერ აღვიქვამ, მაგრამ როგორც ასეთი პროექტში ნამდვილად სწორსულებს აკეთებს და კარგად იცის რა მომენტში ვისთან როგორი ფსიქოლოგიური манипуляცია უნდა გაატაროს, ვის რა შეცდომა უნდა დააშვებინოს, რომ შესაბამისად აისახოს პროექტზე. როგორც მოთამაშე ნამდვილად არის ერთ-ერთი ძლიერი რგოლი, მაგრამ როგორც პიროვნება მე პირადად არ მიყვარდა პროექტამდეც, არ მომწონდა ეს ადამიანი და შესაბამისად არც პროექტში არ მომწონს. ლორენცოსთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჯავახა და მარიამი, რომლებმაც რაღაცა ესეთი მაყურებლისთვის საინტერესო როლი შექმნეს, რაღაცა ბავშვების გულებამდე ჩააღწიეს და შესთავაზეს ის რაც ამ ბავშვებს ჭირდებოდათ, მაგრამ ამის იქით ვერ გასცნენ და ვერც გასწდებოდნენ, იმიტომ რომ მეტი საინტერესო მახასიათებელი ამათ არ აქვს. ესენი არიან ძალიან ყალბები არიან, ნუ კი რაღაც მომენტში შოუს სჭირდება ეს სიყალბე და აუცილებელიც კი არის ეს სიყალბე და შოუ და ყველაფერი, მაგრამ შესრულების ხარისხსაც თავისი კი არა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჯავახა და მარიამს აბსოლუტური არა ჩემი მხრიდან. მესამე არის ლელუ. არა, მოდი შემდეგი გადავიდეთ ანასტასიაზე, თუ სწორად მახსოვს, რომელიც საერთოდ არანაირი კუთხით არ არის ჩემთვის საინტერესო მოთამაშე, არც შოუში ჩანს, არც რამე ისეც ვთავაზობს, არც სკანდალს, არც ყულს, არც იმართლეს, მოკლედ ზუსტად ვიცი, როდესაც ანასტასია დაждდება სკამზე, ვერც მაყურებლის რჩეული ვერ გახდება და რომც გახდეს, პროექტი არ დატოვებს, იმიტომ რომ ყოველი მხრიდან უინტერესო მონაწილე არის. შემდეგი მონაწილეები არიან მუზები. მუზები, ვიცი, თავიანთი სკანდალური გამოჩენის დროიდან რაღაც თავისი სიმღერებიდან გამომდინარე, პირდაპირ ვეტყვი არ მომწონს ეს სიმღერები, მაგრამ არავის არ აქვს უფლება იმ დოზით და ისე აბულინგონ ეს გოგოები, როგორც აბულინგებდნენ და ყოველთვის მხარს უჭერდი და შესაბამისად ახლაც ხარს უჭერ და რაც შოუდან ჩანს, ის არის რომ ძალიან საყვარელი გულჩვილი გოგოები არიან, თუმცა საკმაოდ გონიერი. რაც შეეხება ლელუს, ლელუ ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც მომწონს, იმიტომ რომ არის გაწონესწორებული, შეგნებული, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს შორიდან, რომელიც ყოველთვის დგება სწორ მხარეს და შესაბამისად ნამდვილად მაგ ლელუს მიმართ კეთილგანწყობა და იმსახურებდა აბსოლუტურად ხმის ლიდერობას, რადგან ყოველთვის იდგა სიმართლის მხარეს. კიდევ ერთი ახალი მონაწილე უყავს, ჩემთვის ყველაზე სუსტი გოლი ეგ არის, რაღაც ფიტნეს ინსტრუქტორი თუ რაღაც დავითი, აღარ მახსოვს, მაგას არის გამიხილავს საერთოდ და ბოლო გემრიელი ლუკმა შემოვიტოვე, საყურიანი ბიჭი, რომელსაც საყურე ძალიან უხდება. ლაშას, რომელსაც ვიცნობ პირადად, მასთან მქონდა უშუალოდ შეხება, სამსახურეობრივი შეხება და ლაშას შესახებ მართლა ესეთ გაფართოებული თვალებით ველოდებოდი, თუ როგორ წარმოაჩენდა მის თავს. და ლაშას შესახებ მინდა გითხრათ ის, რომ აბსოლუტურად არ თამაშობს. ლაშა ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო სამართლიანი იქ იმ სიტუაციებში, რაშიც მასთან ერთად რაღაცა მიწევდა, მოხვედრა თუ ყოფნა თუ რავი რაც იყო. და ლაშა არის ის ადამიანი, რომელიც პირველი დამიდგა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე მხარში, როდესაც მამა გარდამეცვალა. პირველი იყო, ვინც გადაწყვიტა ჩემთვის ფინანსური მხარდაჭერა, ნუ მცირედით, მაგრამ ის მცირედი მაშინ ის იყო ჩვენი შესაძლებლობა, მაგრამ პირველი იყო, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი და აი თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებში ერთ-ერთი, რომელიც რეალურად მხარში დამიდგა. ამიტომ ლაშას შესახები შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა არის ნამდვილად კარგი, კეთილშობილი ადამიანი და ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მივიდეს ბოლომდე
და გაიმარჯვოს, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის მე რასაც ვხედავ, ნამდვილად არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მაინც იმ ძალიან რამოდენიმე შორის ძალიან რამოდენიმე არაყალბ ადამიანს შორის, რომელიც ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას და თუ ხედავთ და ხედავ რომ ძალიან ბევრი ხედავს ამას, რომ ლაშა არ არის ყალბი ადამიანი, ლაშა გამუდმებით სიმართლის მხარეს დგას, ის ნამდვილად არ თამაშობს ამას და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ლაშა არის ძალიან კეთილშობილი ადამიანი, რომელიც მხარში დამდგა ჩემს ყველაზე, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში, ასე რომ წარმატება თითოეულ მონაწილეს და განსაკუთრებით ლაშას.